გამარჯობა. ჩვენ დაგიბრუნდით წეგა როგორც გითხარით გემრიელი ჩართვით და ახლა მოგახსენებთ რაშია საქმე გემრიელი ჩართვა. ჩვენ დღეს საუბრობთ როგორია დღეს ქართველებისთვის კარგი რესტორანი. ჩვენ დღევანდელი სტუმრები არიან ბატონი თემურ ციკლაური, რესტორან გრწანისის დირექტორი მარინა ლეთოდიანი, ხო ახლა გვარს და ჟურნალისტი ბესო ჩუბინიძე. ჟურნალისტი და ხო, პროდიუსერი სამი გემრიელი ადამიანი თავისი გემრიელი ჩართვით. სანამ ჩვენ საუბარს დავიწყებთ, მინდა ვნახოთ სიუჟეტი, რომელიც ჩვენ მოვამზადეთ დღეს. შეიცვალა თუ არა დროსთან ერთად ჩვენი დამოკიდებულება რესტორნების მიმართ და როგორია ქართველების გასტრონომიული გემოვნება და მოთხოვნები. ბოლო რამდენიმე წელია წარსულს ჩაბარდა წესი, როდესაც ჩვენთვის რესტორანი კარგი ქეიფის და მამულაპური მოლხენის ტრადიციული ადგილი იყო. დღეს თუ ჯიბეც ხელს გიწყობს რესტორანში არა მხოლოდ დაბადების დღეებს, არამედ დღესასწაულებსაც აღვნიშნავთ. როგორც გასართობი, ასევე გასტრონომიული მენიუ უკვე რესტორნებმა შეცვალეს. მომხმარების მოთხოვნილება გემრიელ და ხარისხიან საკუთრთან ერთად გასართობი შოუ პროგრამებით განისაზღვრება. იმ რესტორნებს შორის, რომელიც თბილისში განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს, არის რესტორანი გრწანისი, რომელსაც არსებობის ნახევარსაუკუნოვანი ისტორია აქვს. ალბათ ესეც განსაზღვრავს იმას, რომ ეს უძველესი რესტორანი ნებისმიერი გემოვნების ადამიანის საყვარელი ადგილია. აქ ხშირად არიან უცხოელი სტუმრებიც, რადგან რესტორნის მდებარეობა ძველი თბილისის და მტკვრის ულამაზესი ხედები ამ რესტორნის ხიბლს ასმა გაზრდის. ეს ერთადერთი რესტორანია თბილისში, რომელიც მტკვარზე მდებარეობს. მოკეიფისთვის ამაზე უკეთეს ადგილს რა სინადრებ. დიდი ხანია უკვე რესტორანში ხალხი არ დადის მარტო იმისთვის, რომ ჭამოს და სვას, მას ჭირდება აუცილებლად სანახაობა, ჭირდება შოუ და ამიტომ ისეთი დიდია კონკურსი რესტორნებს შორის, ყველა რესტორანი ცდილობს მოერგოს ამ ახალ სიტუაციას, ახალ გარემოს და უფრო მეტი კომფორტი შეუქმნას ადამიანს, სტუმრებს და უფრო მეტი შოუ აჩვენოს, უფრო კარგი დრო გაატარებოს, რომ ეს ადამიანი მეორე კიდევ დაბრუნდეს ამ რესტორანში. ეხლა საი მუშა რეჟიმში ვარ, ყოველდღე გვაქვს რეპეტიციები და უკვე ძალიან გრანდიოზულ საღამოს გეგმავთ ახალი წლისას. ასჯერ გაგონილ თვალით ნანახი ჯობიაო. აქაური კერძების დაგემოვნება უფრო მეტ შთაბეჭდილებას შეგიქმნით რესტორანზე, რომელიც არა მხოლოდ ლამაზი ინტერიერით, საოცარი სამზარეულოთიც გამოირჩევა. რესტორანი გრწანისის სამზარეულოში 12 სახეობის კერძი მზადდება. თუ ამას მენიუს ალაზნის, ლოქოს და სამფენიან ხაჭაპურსაც დავუმატებთ, გურმანი ქართველების და მათი სტუმრების გულის მოგება ძალიან იოლია. ეს გახლავთ ჩვენი საფირმო ხაჭაპური. მზადდება სამნაირი ყველისგან, არის რვანაჭრიანი, არის უგემრიელესი, რომელსაც ძალიან დიდი მოთხოვნილება, უამრავი კლიენტი გთხოვს ამას, უცხოელებიდან მოყოლებული და რა თქმა უნდა აქაურებიც და კეთდება ჯანსაღი პროდუქტისგან, როგორიც არის საფირმო გრწანისი, ეს კეთდება ხმოსხორცისა და ბოსტნეულისაგან. გვაქვს სხვადასხვანაირი ქათმის ფილესგან გაკეთებული საფირმო, გვაქვს თევზისგან სამეფო საფირმო და 1000-ნაირი. 12-წლიანი უცვლელი პერსონალი კი რესტორნის სტაბილურობაზე მიუთითებს, რაც თავის მხრივ კლიენტის სურვილებზე მაქსიმალურ მორგებას ნიშნავს. უცვლელია პერსონალისგან წამოსული პოზიტივი და კეთილგანწყობილი ღიმილიანი დამოკიდებულება. რესტორანი გრწანისი სადღესასწაულო დღეებში განსაკუთრებული დატვირთვით მუშაობს და სტუმრებს ორიგინალურ შოუ პროგრამებს თავაზობს. აქ ყოველ საღამოს ანსამბლ ქორალის საოცარი ჰანგებით დატკბებით. რესტორანმა უკვე დაიწყო სამზადისი საახალწლო და საშობაო დღესასწაულებისთვის. აქ მოსულ სტუმრებს ძალიან ბევრი სიურპრიზიელით. ალბათ ამიტომაც არის, რომ უკვე წლებია რესტორანი გრწანისი გემრიელი სამზარეულოს კარგი გართობის და სიურპრიზების მოყვარული სტუმრების შეხვედრის ადგილია. ესე იგი, ჩვენ საუბრობთ, როგორია დღეს ქართული რესტორნის კარგი სტანდარტი, ასე ვთქვათ. ქალბატონო, პირველი კითხვი თქვენთან გადმოვალთ. რა არის სტანდარტი ქართული რესტორნის?
რითი ვხიბლავთ პრეტენზიულ ქართულ მომხმარებელს? კი, ქართული მომხმარებელი ნამდვილად ძალიან პრეტენზიულია. ძალიან ბევრი რამე უნდა გააკეთო იმისთვის, რომ ის კამაყოფილი იყოს. რესტორანი კრწანისი 52 წლის არის. 2016 წელს მას 52 წელი შეუსრულდება. ამ 52 წლის მანძილზე მის ცხოვრებაში ძალიან ბევრი ცვლილება იყო, ძალიან ბევრი კარგიც და ცუდიც, მაგრამ დღეს ის მუშაობს არაჩვეულებრივად არის ერთ-ერთი პრესტიჟული და წამყვანი რესტორანი, რომელიც ძალიან უყვართ თბილისელებს და ყველას თბილისის სტუმარს, რადგან მისი მდებარეობა არის ძველი თბილისი, აი ეს არის კოლორიტული რესტორანი, ამიტომ ვცდილობთ მორგებული ვიყოთ ქართულ სტუმარზეც და ჩამოსულზეც, რადგან ჩვენ ვთვლით, რომ წარმოდგენა საქართველოზე, წარმოდგენა ქართულ კერძებზე, ქართულ სამზარეულოზე, ქართულ მუსიკაზე, ქართულ გარემოზე ჩვენ გავლენას ვახდენთ და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აი შთაბეჭდილება, რომელთაც უცხოელები გადიან ჩვენი რესტორნიდან, მე ვფიქრობ, რომ ეს არის შთაბეჭდილება, რაც მათ საქართველოზე ექმნება საბოლოოდ. კი ბატონო, ბატონ თებურიც, შეიცვალა ქართველების დამოკიდებულება ზოგადად რესტორნების მიმართ? პირველად ვისმენ ასეთ ჩამოყალიბებულ განსაზღვრას ქართულ სამზარეულოზე და მის დანიშნულებად, საერთოდ რესტორნის დანიშნულებად. არ ვარ დარწმუნებული, რომ ყველა მეპატრონე ამბობს, ყველა რესტორანს ესეთი განსაზღვრა და მიმართულება კონდეს, როგორც იდეური, ისე ფილოსოფია ჩადოს შიგ. ამიტომაც არის ასე წარმატებული ეს რესტორანი და ამიტომაც ავირჩიეთ. მე მახსოვს ის ძველი წამის, მერე გადაკეთდა, მერე გადაშენდა, გადმოშენდა, იქ ხისა იყო, ეხლა უკვე ნორმალურია. არაერთხელ დამდო პატივი და ახალწელს ვიყავი სტუმარი მეც და ნუ ერთი რაღაცები რა უნდა გამეკეთებინა დალიოჩ ამის არაჩვეულებრივი და სიმღერის გარდა. ეს ქალბატონი მარინა ესეთი მე მგონი. იმიტომ რომ თავი განსაზღვრავს ბოლოსაც, ხო? თავიდან ყროლდება თევზიო და როცა თავი შეხედეთ, მეორეც ერთი არაჩვეულებრივი საკვებია, არაჩვეულებრივი სამზარეულო. რას თავარია მანქანას დააყენებ, ადგილი აქვს რომ მანქანა გაჩერდეს. მართლა გეუბნებით რა. ეს ყველგან არის ეს პრობლემა, რომ საწეიბანო მანქანა აღარ იცია, ხო? ესაც არის. მე გვერდზე იქ ბაგრატიონის ზეგლია ის გვიყურებს, იქიდან ეს, ნუ მოგვეთ ყველაფერი აქვს ამ რესტორანს. ქართველების დამოკიდებულება შეიცვალა რესტორნების მიმართ ზოგადად. ხო მე არ ვარ ის სოციოლოგი რომ ის სოციოლოგიური გამოკითხვა ჩავატარო, მაგრამ თავისთავად როსთან მიმართებაში იცვლება. რაღაცით ძალიან არაფერი არ შეცვლა, სადაც კაი საკვებია და კარგი სიტუაცია და ჩამოყალიბებული კარგი მიმტანები არიან, ყურადღებიანი. დიდი მნიშვნელობა ქართული გაწყვეტი. ყველაფერი. აი ქალბატონ მარინა გვეტყვის ახლა ზუსტად ამასთან დაკავშირებით კიდევ უფრო ჩამოყალიბებული. ხო, იცით რას ვიტყოდი, რომ შეიცვალა ხალხი, ვინც რესტორანში დადის ამ ბოლო დროს. აი 12 წლის მანძილზე, რაც მე ამ ბიზნესში ვარ, ვაკვირდები იმას, რომ თუ კი 12 წლის წინ რესტორანში დადიოდნენ ასე თუ ისე შეძლებული ხალხი, საქმიანი შეხვედრებისთვის, სადილებისთვის, დღეს რესტორანში პატარა ბავშვებსაც კი დაბადების დღეებს უხდიან. ანუ რესტორანი გახდა ხელმისაწვდომი მასებისთვის. საშუალო ფენაც დადის რესტორანში და მე ვფიქრობ, რომ ხელმისაწვდომი ყველასთვის არის, რადგან ყველა შეუძლია მდიდარსაც და საშუალო ფენის ხალხსაც დღეს მოვიდეს და რესტორანში კარგად მიირთვას და კარგი დროც ატაროს. ყველა მენიუები გვაქვს ჩვენ ყველანაირი დაწყებული კი ეს ნახეთ თქვენი ფასები და მე ვთქვი ხო, ამიტომ ანუ ყველაზე მორგებულია რესტორანი. ჩვენ ვართ, მე მithქვია ხოლმე რომ ჩვენ ვართ სახალხო რესტორანი. აი ძველ სახალხო ყველა დადის ჩვენთან. ვისაც მოესწორება, ჩვენ ყველას უწყობთ ხელს, რა თანხაც მას ჯიბეში უდევს, იმაზე მორგებული მენიუ შევთავაზოთ. დრო გავატარებიოთ, მუსიკა ყველასთვის უკრავს, შოუ ყველასთვის არის. და ამიტომ აუცილებელი იყო. ხუთი ჩემი ბატონო. ხუთი ჩემი და სრულიად არ არის აუცილებელი იყო მდიდარი, რომ ჩვენს რესტორანში მოხვიდე და კარგი დრო ატარო. ამის შესაძლებლობას ჩვენ ყველას ვაძლევთ. ბესო, ჟურნალისტობის გარდა კიდე პროდიუსერობდა ღონისძიებებს, ასე ვთქვათ, მართავდა აქტიურად თანამშრომლობ რესტორნებთან. მე არც არა, ეგრე. მე ერთ რამეს ვიტყვი,
გავდომარნა საერთოდ ვიცნობდი ამ პერიოდის განმავლობაში, როცა სამი დაბადების დღე მაქვს იქ გადახტილი და ზუსტად ვიცი ჟურნალისტი ხარ და გამიგებ თვალი ამოწმებს, თვალი სვავს, 20 მომწონდა იქ მომსახურე პერსონალის აი ეს მიდგომა რაღაცა მადლობთ კარგი. ნუ გემოზე აღარ საუბრობ, ეხლა მე მგონია რომ გურმანი ვარ, ჭამა მიყვარს, იმ სამი სიამოვნებიდან ერთ-ერთი ჭამა და ვერ დავიკლებ მაგას და ნუ ხო, არ კითხო ხო ნაჩენური და ერთ-ერთი აი კრწანისი საუკეთესო ადგილია და ის მე როცა ჩვენ უკვე თანამშრომლობა დავიწყეთ ერთმანეთთან ეს უკვე იყო შაშანდელი ახალი წელი, რომელიც აი თემამაც გაიხსენა. არ ვიცი, მე ჩავთვალე რომ ეს იყო რაღაცა ზეიმი, შოუ ზეიმი იყო. იმიტომ რომ გავაცოცხლეთ ჩვენ კი ფილმე მიმინო გავაცოცხლეთ, ჯარისკაცის მამა გავაცოცხლეთ. რაღაცა ისეთი დავდგით, რაზეც ხალხი ტაშს უკრავდა. ხალხი ტაშს თქვილა არ დაუკრავს, ბატონი თემური იყო იქ თავისი ემოციური რა ხო ხდება. ამ ყველაფერს ამჩინებს მაყურებელი და ვინ შესთავაზა? კრწანის მა შესთავაზა. ესე იგი მომწონს. მაშინ წავედით მომაწესაც კრწანიში და ამიტომ უნდა მოვიდეს წელსაც. და შედეგი ხო, ისინი რეკავენ უკვე ეს და ისინი ახალი წლის შედეგი არის ის, რომ 40% უკვე დაჯევშნილი მაგიდებიდან არის ის ხალხი, ვინც შარშან იყო ჩვენთან. გვირეკავე და არც კი გვეკითხებიან. აი, წელს რას აპირებთ? იმათ იციან ჩვენი მიდგომა ამ ჯადოსნური ღამის მიმართ, როგორი ემოციებით ვართ ჩვენ თვითონ, როგორი ემოციებით ხვდებით მანდ და როგორი მომზადებული, როგორი ჩართულია მთელი კოლექტივი ამ ჯამშრომაში და ამიტომ მხოლოდ ადგილების ჯავშნიან და ეს არის ჩემთვის იმის მაჩვენებელი, რომ ჩვენ მართლა სწორად ვაკეთებთ ყველაფერს. არ აინტერესებთ იმათ, არც მენიუს მეკითხებიან, ისინი ჯავშნიან ადგილს რესტორან კრწანიშში და ეს არის წარმატების ერთ-ერთი მაჩვენებელი. ერთადერთი მოთხოვნა, რაც ძალიან ხშირად ისმის, ბატონი თემურ ციკლაური უკვე რამოდენიმე წელიწადია ჩვენ გვანებივრებს თავისი სიმღერით ახალი წლის ღამეს. ამას მართლა მეკითხებია, რომ თემური ციკლაური იქნება წელს კრწანიშში და იქნება. მადლობა, ღმერთს იქნება. ამდენად მნიშვნელოვანია გარდა ახალი წლის ღამის, ხო ისედაც ძალიან ბევრი დღესასწაულებია ყოველთვის. და შესაბამისად რესტორნების სავსეა ხოლმე და რამდენად მნიშვნელოვანია შოუს ელემენტები სარესტორნო ბიზნესში. მე გეტყვი, მარნა მინდა გავიხსენო ხა ჩემი პოზიციიდან გამომდინარე, 16 წელია ჩვენ ქვეყანაში არსებობს, გიცით თქვენ, საქართველოს მუსიკალური დაჯილდოების ცერემონია მეგა. წელს 13 დეკემბერს გვაქვს ეს მეგა და რამდენიმე წელია ჩვენ შევიტანეთ ნომინაცია, იმიტომ რომ რესტორანი, აი წერო სწორად აღარ არის მარტო ჭამას მის და ბიზნეს შეხვედრებს მართავს ხალხი იქ რაღაცა კონკრეტული და ჩემი გადმოსახედიდან დიდი სცენა რაღაცნაირად ჩაანაცვლა. კი, ახალი ფუნქციები შეიძლება რესტორანში. ეს ბევრი მომღერლისთვის, აი არ ვიცი ხა თემური. კი ბატონო, როგორც თემსოფლიო. ეს არ არის მარტო ჩვენთან. და ესეთი თემსოფლიოში უკვე ჩვენთან ახლა შემოვიდა, მაგრამ კიდე ჯობს გვიან ვიდრე არასდროს მომენტია და კრწანისი გახდა ხოჟურის შარშან საუკეთესო რესტორნის ნომინაციის პრობელი მეგაში და წელს არ ვიცი რა იქნება და როგორ იქნება ახლა მაგას ვერ წინასწარ. ჯერ შევწამოთ და ეს ბევრი რაღაცა ფუნქცია იტვირთა თავზე რესტორანმა და უკვე მარტო ჭამასაც და კარგემოზე ხარისხიანი მომღერალი უნდა შესთავაზო. ხარისხიანი შოუ უნდა შესთავაზო და უნდა შესთავაზო გარემო ისეთი როგორიც მოეწონება. რატო ვიხდი მე კრწანიშში დაბადების დღეს? იმიტომ რომ სიამოვნებს იქ ყოფნა ბევრი მიზეზი, ვიცი იმღერებს მაგარი ვინმე, ვიცი იცეკვებს მაგარი. მარტო ჩვენზე არა. ზოგადად არაჩვეულებრივი გუნდი ყავს იქ მომღერლები ძალიან კარგი ბიჭები. მოცეკვავებიც არ ვიცი ის მოტეული. კი, რომელსაც ყოველდღიურად რა თქმა უნდა, არა, რა თქმა უნდა. არამედ ყოველდღიურად არის 8 საათიდან პირველ საათამდე ანსამბლი ქორალი მღერის ჩვენთან, ცოცხალი ინსტრუმენტები, ვიოლინო, საქსოფონი და ქართული ცეკვები, ხან აღმოსავლური ცეკვები, ხან ლათინური ცეკვები, ყოველ საღამოს შოუს ვთავაზებთ. ხიზამოხედავად მითხარით თქვენ სხვათა შორის უკაცრავად ბატონო კლიენტზე ანუ სტუმარზე მორგებული შოუ გვაქვსო ანუ ეს მინდა ახლა გააშკარო კი რა თქმა უნდა ყოველდღიურად ერთი და იგივე დასტაბული არა რა თქმა უნდა ყოველდღე შეცვლის ეგ არც ეგრეა ყოველდღე ახალი არა მოსეპავებს ჩვენ ვცვლით მორგებულს აი სტუმარზე რადგან იციან რომ ჩვენ ქართული ცეკვის ანსამბლიც ეყვავს ჩვენთან უცხოელები როცა სტუმრად მოყავთ გვირეკავენ წინასწარ და თქვა არის დღეები როცა ჩვენთან აი დღეს არის აღმოსავლური ცეკვები მაგრამ როცა ზარები შემოდის ძალიან ბევრი რომ დღეს ჩვენ გვინდა მოვიდეთ თქვენთან უცხოელი სტუმრები ყავს და იქნება თუ არა ქართული ცეკვა ჩვენ ვცვლით ამას და ამას ქვია მორგებული რომ
კლიენტების მიხედვით ვცვლით პროგრამას. როდესაც 8 საათზე ანსამბლი ქორალი იწყებს სიმღერას, ჩვენ გვაქვს ესეთი 5 წუთიანი ესეთი რაღაც თათბირის მაგვარი, როცა ისინი 8-ზე მოდიან და ჩვენს 6-ზე 7-ზე უკვე სტუმრებს ღებულობთ და 5 წუთიანი ესეთი თათბირი გვაქვს ხოლმე ამ ბიჭებთან, დიახ, ექსპრეს თათბირი, სადაც მე უხსნი ვინ სტუმრები ყავს დღეს და რა იქნება უპრიანი, რით დავიწყოთ, რა ვიმღეროთ და 1 საათიანი პროგრამა ქორალის, რომელშიც შემდეგ უკვე შეყვეთებია და უკვე მაინც ხალხს რაც უნდა იმას ამღერებენ, მაგრამ ის 1 საათი არის შოუ, რომელიც მე მინდა ყველა იქ მოსულმა გაიგოს, რას მღერიან და რა შესაძლებლობები აქვს ამ ანსამბლს. ბატონ თემურ, ადრე როგორ იყო ეს ყველაფერი? არა, მე ამათებ და მოვიგებ. და დიდი დატვირთვაც აქვს სხვათა შორის ამ რესტორანს, მით უმეტეს როგორ გითხრათ, ტოლერანტობის მხრივ. აქ ნახავთ ისეთ ხალხს, ისეთ რელიგიურ წარმომადგენლებს, აი სხვადასხვა რელიგიის წარმომადგენლები, არ ვიცი რა აურატრიალებს, ახლა ეს ხალი ერთმანეთს კოცნიან, ერთად ზიან, ერთად კეიპობენ. ჩვენი მოძღვრე აზერბაიჯანელები, სომხები, ებრაელები, სულ ერთად არიან. რუსებიც იპოვეს, კაცო, რუსებიც მანდლოდიან. წარმოგიდგენია. მან რაღაც ალბათ ზემოდან დედამიწის უნდა გაკეთდეს, რომ და მტრედი, შიდობები, ალბათ ასეთი რა. უბრალოდ თქვენ არ გეგონოთ, რომ მე ამას ხუმრობით არ არის ხუმრობა. მეც ნამდვილად ესეა. აქედან გამომდინარე ავარჩიე ზუსტად ეს რესტორანი და ამაზე საუბარი, რომ ვიცი იქ რაც და შეიძლება ეს მისასალმებელი კი არ არის, არ ვიცი, ალბათ ყველამ უნდა გადაიღოს. მაგდენი ეხლა საუნა მონახონ ეგენი კონტინგენტი, მაგრამ არაჩვეულებრივად რატომ მოდიან? ვიცი, რომ სხვა რესტორნების დირექტორებიც კი მიდიან ამ რესტორანში. მე შესაძლოა ეს კარგად ამსახველი გადა. ეხლა ასეთ ქალბატონთან უნდა მივიდე. აბა რა უნდა? ზარი გვაქვს ეთერში უკაცრავად და გამარჯობა გისმენთ? Алло. გამარჯობა. ო, დიახ. გამარჯობათ. გამარჯობა. მოგესალმებით, მივესალმებით თქვენ სტუმრებს. დიახ. ქალბატონ მარნას მინდა 1-2 სიტყვა რო უთხრა მადლობის სახით. შარშან ახალწელს ვიმყოფებოდი ჩემი სტუმრებით რესტორან კრანიში. ძალიან ისეთი მაყოფილი დავრჩით პროგრამა, ძალიან კარგი იყოს, კარგი საკვები, ჯანსაღი ყველაფერი და გვაინტერესებს წელს რამე სიახლეს თუ შემოგთავაზებს. წელსაც ვაპირებ როგორც ყოველთვის რესტორან კრანიში შევხვდე ახალ წელს. მადლობა ამ კითხვას მეც ვაპირებდი რას რა თქმა უნდა, აი ჩვენი ხელმძღვანელი, რომელიც არის უკვე დავეკითხე გამჟღავნებას რა თქმა უნდა, აი ეს უფრო კარგად გვეტყვის. მე თან დიდი მადლობა ზარისთვის, რა თქმა უნდა, თამაშემლე უკვე გავაჟღერო ეს ყველაფერი, ნუ შაშანაც ჩემი ყავი, ხო? კი, და მე ძალიან სიამოვნებს იმ ადამიანს. შესაბამისად ეს კომპლიმენტი შენს გეკუთვნოდა. ცოტა მეც მეკუთვნოდა. რა თქმა უნდა, ბატონ თემურის გარშე არ ჩაივლის საახალწლო ეს ჯადოსნური საღამო, იმიტომ რომ არსებობს რაღაც მეტრები და რაღაცეები, რომელსაც უნდა ცერპატივით მთელი ცხოვრება ასე იქნება. ჩვენთან გარდა იმისა, რომ იქნება შოუთი დატვირთული ელემენტები, 5 თუ 6 სკეჩი, ასეთი ნომრები გვაქვს, რომელიც არის, მოდი ვთქვათ, პატარა თეატრალური ნომერი, ასე, მაგრამ რა თეატრალური ნომრები იქნება, ამას რა თქმა უნდა არ გავაჟღერებ, დამიჯერეთ ისეთია, რომ რაც შარშან გესიამოვნოთ, ის გამრავლებთ 2-ზე და ახლა ის იქნება, იმიტომ რომ ძალიან საინტერესო საყურებელია, სხვაშორის მოულოდნელი ეფექტებით არის ავსე და ვინც რესტორნის სტუმარი იქნება ახალწელს, ძალიან მოულოდნელად. ბატონ თემურის გარდა კიდევ ვინ გეტყვით, ბატონ თემურის გარდა ჩვენთან ახალწელს შეხვდებიან ნინო ჩხეიძე და ჩვენი ზურა დოიჯაშვილი. აი ეს 3 ადამიანი იქნება. მე ახალი სიმღერებს მოვიტან 1 3 4 5 6 გაქვთ ბატონ თემურ ახალი სხვათაშორის აი რამდენი წინდა აი მე მაგ საზოგადოებამ არ იცის თქვენი ახალი სიმღერები რა ვინახა ინახავ კი ნუ თავდაბლობთ დავით ვალაგებ არც მასია საქმე ჩემო სეხნია მე გეტყვი ერთ რამეს ახლა თემური ამას არის თქვი ჩვენ აგერ შემოვლილი გვაქვს თელი საქართველო და რა ვიცი 3-ში და 4-ში წიგნები ვიყავ. მეც გამართლა რომ არ თქვა, მაგრამ არ დარჩენია. ახლა ფოტოში ქონა უგრანდიოზულესი კონცერტი, სადაც 2 საათი იმუშავა, როგორ იცი, 17 წლის ბიჭი ვერ იმუშავებს ის სცენაზე, როგორც თემო მუშაობდა, ხო. და უამრავი კონცერტი, სადაც დადის და ხალხის რეაქციას უყურებ. მე სხვა თუ არაფერი ყვებს და კარგი რა არის, ეწერა მარინა მახსენა. იმ თაობის მომღერლები მაყურებელი
კი არ უკრავს ტავს მარტო ვინცაც ჩვენი თაობა ქვია. ბავშვები უნდა ნახო იქ რა დღეში არიან იანონს რომ ღერის და ახალ სიმღერებზე გამახსენდა. ახალი სიმღერები ისეთი, ნუ არ ვიცი. რაც შეეხება თქვენ მე მკითხეთ ძველად როგორ K-pop-დნენ, ხო? რა თქმა უნდა, ასეთი მრავალფეროვნება ანსამბლების და შესაძლებლობა არის, იმიტომ რომ ჩვენ პერიოდში ვისვენს თუ ქონდა აპარატურა, ნუ იყო არ ვიცი მე, ნო რაღაც თითით საჩვენებელი. ეგრე ადვილად არის შევებოდა აპარატურა, არის შევებოდა მიკროფონი, ხარისხიან მიკროფონს გეუბნები. შემდეგ ისეთი შემოსავალი არ ქონდა მომღერალს და იმას რომ იქ დამდგარიყო. იყო უფრო შესაძლებლობა გვემუშავა კონცერტებზე. რატო? ხალხს ქონდა მაპატიოს ყველა, იმდენი ფული ქონდა რომ ბილეთს ყიდულობდა. არა ერთს, არამედ 10, 20 რამდენიც უნდა და დავდიოდით ასე და ამიტომ რესტორანს არ ქონდა ისეთი დატვირთვა. ხელოვანი ხალხისთვის გეუბნები და მეტი არა და მე მიყვარს თვითონ დუდუკებზე კეითი. ეს დუდუკები ეხლაც არის ღმერთმა გვიცოცხლოს სწორელები. ჯერ კიდე არიან და ნუ რა ვქნა ეხლა მოიყვანე ერთი. თუმცა დღევანდელი მომღერლები, დღევანდელი ესტრადა ძალიან დამოკიდებულია ზუსტად სარესტორნო ბიზნესზე, იმიტომ რომ აღარ იმართება ეს კონცერტები, აღარ კეთდება ფილარმონია. მირია დარბაზი. რა გინდა რა ყველაფერი ნუ ბათქმევინე. სამწუხაროდ ეს არის რომ ამ ადამიანებს შეიძლება ნაკლებად გამოვდის მაგისმა და ზუსტად რესტორანმა იკისრა ეს ჩაანაცვლა პატარა სცენა, სადაც ვიზუალურად იქ მიგვაქვს ის ახალი სიმღერები. უხ რა სიმღერები უნდა გიმღერა. მანამდე მაყურებელს შევახსენებთ ჩვენ ტელეფონის ნომერს 215-19-25 დაგვირეკეთ დაუსვით კითხვები ჩვენ სტუმარს და ზოგადად აუნწურავ ინფორმაციას მიიღებთ იგივე ახალი წლის ღამესთან დაკავშირებით თუ ვინმეს რამე გაინტერესებს. რა ინტერესებს მოდით იქ და როგორ ნახეთ ადგილზე გახდა. რა თქმა უნდა არაფერი. მოდით და ნახეთ, კევას ნახაჯობია, ხო? აბა, გალბატონო მარინა. როგორ ახერხებთ მთელი აი ამ წლების განმავლობაში ლიდერის პოზიციაში ყოფნას? შრომით. ო, ბრავო. შრომით. ო, ორი. დაუღალავი შრომით, ყოველდღიური ესეთი ბიზნესია და ესეთი საქმეა. დედაჩემი მეუბნება ხოლმე 82 წლის არის დედაჩემი და მეუბნება ხოლმე ამდენი წელი ამ საქმეში ხარ. ისე საქმე როგორ ვერ ააწყე, რომ ერთი დღე მაინც სახში დარჩი და სამსახურში შეაწყვიდე. ანუ მაგონი რომ ეს საქმე ვერ ავაწყე და ვერ ვაკეთებ იმას, რაც საჭიროა და ამიტომ მიწევს ყოველდღე მუშაობა და სინამდვილეში შრომის გარეშე არაფერი არ გამოდის მით უმეტეს ამ საქმეში. არის უზარმაზარი კონკურენცია რესტორნებს შორის, ამიტომ ეს არ გვაძლევს საშუალებას ამოვისუნთქოთ, მოვძუნდეთ მუდმივ მზადყოფნაში, მუდმივ შრომის და მუშაობის რეჟიმში. შარშან წინებში ბოლო რამდენიმე წელია ყოველ შემთხვევაში რესტორნების უმრავლესობას უვარდება საახალწლო პროგრამები. ანუ ვერ გაყიდეს ძალიან ბევრი კონცერტი და რესტორანი არ შედგა და თქვენთან იყო ასე ვთქვათ ჩვენ ანშლაგი გქონდა, რა თქმა უნდა. აი როგორ ახერხებთ იგივე თქვენც მინდა ბესო მიპასუხოთ რომ რა განაპირობებს ამას რომ თქვა თქვენთან იყიდება ბილეთი და სხვაგან არ იყიდება. აი მაგრამ რაზეა დამოკიდებული? ახსენა ის სიტყვები რა სიტყვებსაც მე მგონი რომ აქვს ყველას დიდ დატვირთვა შრომა და შრომა. კი სხვებით ფუქსავატობა ამ საქმეს არ უხდება. არ ვიცი ქართული შესატყვისი როგორია ამ სიტყვის ფუქსავატობის, მაგრამ აი ეს რა ზერელად მიდგომა არ უხდება ამ საქმეს. შენ ნახო როგორ მუშაობენ ის ბიჭები გოგოები. აი არ ვიცი ხა სხედან იქ და რეპეტიციებს რა არის დღეს 27 ნოემბერია. 31 დეკემბრის საქმეზე ახლა რეპეტიციობენ და ახლა ღურიან ოფს და ახლა მუშაობენ და ახლა აკეთებენ და ეს რა არის? შრომა. და იცის იმ მაყურებელმა კი არა დამსწრეს სტუმარმა რომ იქ მივა და დახვდება ხარისხიანი შოუ. ხარისხი და ფასი. ხო, რა თქმა უნდა. განაპირობებს. და მე ყოველთვის ხას უსვავ ხოლმე ძალიან მიტანების მოქმედება. კულტურა ძალიან დიდი. აუ რა დონეზეა, იცით ვერ წარმოიდგენ, ეხა ახალ წელს შეიძლება ყველა სვავს, ყველა K-pop-ს რაღაც ისე მოხდეს, ნუ ცოტა არ გამოეპარებათ არაფერი თვალსაჩინო. სერვისის მაღალი დონე რა. ძალიან მაღალი დონეა სერვისი. 12 წლიანი კოლექტივია და ამიტომ არის ეს ყველა. რა თქმა უნდა. და კიდე ბესო რო იპოვა, ბესო. ეს ბესო რა პრინციპით ამოირჩიე წანისი? რომელსაც დაიწყეს ესეთი აქტივობა ამოირჩია პერსონალი. კი, რა თქმა უნდა. მე დავურეკე ბესოს, მე ვთხოვე, შარშანი იყო პირველად. თუმცა მე და ბესო ერთმანეთს ვიცნობდით წინა წლებიც, მაგრამ
ბესო არის ძალიან აქტიური და აქვს უზარმაზარი პასუხისმგებლობის გრძნობა. ეს არის ყველაზე მთავარი, არის ძალიან პუნქტუალური, ზედმიწევით პუნქტუალური და ამიტომ ჩემს საქმეს ეს ძალიან სჭირდებოდა და ბესო გვერდში მიდგას და მე მინდა ძალიან დიდი მადლობა უთხრა ამისთვის, იმიტომ რომ მართლა არ არსებობს დაურეკო და ბესო ყურმილი არ აიღოს, გითხრას და არ მოვიდეს. შენი სურვილი არ გაითვალისწინოს და რა ვიცი, აი ესე ტანდემი შედგა, არაჩვეულებრივი და ამიტომ ყველაფერი კარგად არის წარმატების ფორმულა ჩემთვის ეს ორი ადამიანია ნამდვილად. ძალიან კარგი. ქალბატონ მარინა, ახალი წლის ღამეს როგორც წესი საქართველოში არის სამარხო პერიოდი, ასე ვთქვათ. თუმცა ეს ის დღეა, როცა ყველა ილხენს და მიერთმევს, ხო? ეს რას თავაზობთ იმ ადამიანებს, ვინც თქვათ მარხვაზე? რა თქმა უნდა, ჩვენ გვაქვს უზარმაზარი სამარხო მენიუ და არა მარტო სამარხო მენიუ, ჩვენთან დადიან ძალიან ბევრი მუსულმანები, რომლებსაც აქვთ თავის კვების რაციონი, არის საკვები, რომელსაც ისინი მიირთმევენ და კატეგორიულად არ მიირთმევენ, თქვათ. და ამიტომ, რადგან ჩვენთან ძალიან ბევრი ესეთი შემთხვევა, ებრაელებიც მოდიან შეთავაზებულ. ებრაელებიც მოდიან, კი ბატონო, ამიტომ ჩვენ გვაქვს მენიუ მათთვისაც, მათზე მორგებულიც, მუსულმანებზე მორგებული, რომლებიც ჩვენთან კიდევ გავიმეორებ, რომ ძალიან ბევრი დადის. კი ბატონო, ჩვენი მენიუ უკვე ზეპირად იციან და იციან რომ მოდიან რასაც შეუყვეთავენ, ის იქნება ისე გამზადებული, მათი წესების დაცვით და ასე შემდეგ. ასევე, რა თქმა უნდა, უზარმაზარი მენიუ გვაქვს სამარხო, რომელსაც ჩვენ ვთავაზობთ მთელი ეხლა და იწყება ხვალიდან მარხვა და ჩვენ ეს მენიუ უკვე გამზადებული გვაქვს და ნებისმიერ ადამიანზე ტრადიცია რაც არის ცვლება რესტორანში. რა გაქვთ? გემრიელი კერძები, კარგი მომსახურეობა და გემოვნებიანი მუსიკა. აი მარინა რომ და სტუმრის სიყვარული, მინდა გითხრათ. სტუმრის სიყვარული. ეს არის ყველაზე მთავარი, რომ ჩვენ გვიყვარს სტუმარი. აი ეს იგრძნობა გზანიშნული. აუცილებლად ჩვენ გვიყვარს ადამიანი და რაც არ უნდა ძნელი იყოს ის ბიზნესი, როდესაც ამის 2 საათზე 250 ნასვამ ადამიანს უნდა მიხედო, შვიდობით გააცილო. როდესაც ჩვენი ქალები ერთს ვერ იტანენ სახლში, ერთ მთვრალ შემდეგ არტვებიან, არ მინახე მე მტრალი კაცი ხარ. მაგრამ მეორე მხრივ მე იცით იქამდე არ სო სანამ არ ვიმღერებ. და რო ვიმღერებ მე თქვენი მომხენის თქვენეულის ისე კარგა მოვილხე ხოლმე გაუკლებლად. შენ ნახოთ თემო როცა მღერის გწანი შემთხვევით უბრალოდ სუფრაზე არა პროგრამულად ხდება ხოლმე დარბაზში. არიცი ნუ რა K-pop და ვარ ხო ეგ არის რა K-ps ასე ძახიან საერთოდ რა არის K-pop თვითონ კარგი ხასეთზე უნდა მოიყვანო შენ ის ხალხი რომლებსაც გაჭირებული წმოდის იქ სულ სხვა რაღაც პრობლემები გააჩნია იქ არ მოდის აბა ერთი რაშიჩა არ არის ეგრე ხო უნდა შესთავაზო და მიიყვანო იქამდე რომ შენთან ერთად K-ps მდგომარეობაში ჩააყენო ის კაცი. და რით არის კარგი ეს რესტორანი? არ არის რაღაც huge 500 კაცი და არიციან სადვინზის და ისე ვერ ხედავს აქედან. ეს არის ძალიან კომპაქტური, არაჩვეულებრივი სცენა აქვს. ყველა ხედავ ყველა შენთან არის თითქოს აი შეკრული. ყველაფერს მნიშვნელობა აქვს. იქ და ბალკონი და ვიღაცები გიყურებენ გონია რომ თან როგორი ხედი აქვს? ნუ ხედი საერთოდ ეგ კიდე ცალკე თემაა. ამიტომ უთხარი ერთი რამდენი ეტევა 200 კაცი? 280 კაცი პირველ და მეორე ხო და ქემოდით ვიდეო და მიკეიფო და გავედოთ. აუხარების კულტურა თვითონ შეიცვალა ქალბატონ მარინა. აი ადრე ვთქვათ სხვა როგორ ვთქვათ დონის მომხმარებელი მოდიოდა და დღეს უკვე სხვა დონის და კატეგორიის მომხმარებელი. იცით რა არის, არ ვიცი როგორ არის სხვაგან, მაგრამ ჩვენთან ისეთი ხალხის გაცხრილვა ხდება, რომელიც ვერ იქცევა სათანადოდ და ჩემი ყველაზე დიდი პლუსი ალბათ არის ის, რომ ჩემს მიერ კონტროლდება ესე ვთქვათ ყველა მაგიდა. და მინტანებთან ყოველთვის მაქვს ხოლმე ესეთი დიალოგი, რომ ვინ სად რას ლაპარაკობს, ვინ არის კმაყოფილი არიან არ მითხრა. ვინ არის რამით უკმაყოფილო და ყველაზე მთავარი რომ თქვენ როცა თქვენი ოჯახით მოდიხართ, თქვენი მეუღლით, თქვენი შვილებით, თქვენ უნდა იცოდეთ რომ იქ არავინ თქვენ შეურაცხყოფას არ მოგაყენებთ.
სიტუაცია არ დაიძაბება, თქვენ არავინ არ გაგიფუჭებთ განწყობას. ამიტომ ეს არის და ეს მე მგონი თბილისში ყველა მიცის და მიცნობენ, რომ ვარ სასტიკი ამ საქმეში და ძალიან ცუდ რაღაცებსაც იძახიან ჩემზე, თქო მინდა თქვა პირდაპირ, მაგრამ მე არ დაუშვებ იმას, რომ ჩემთან მოსულ სტუმარს სხვამ მიაყენო შეურაცხყოფა ან ცუდი აურა შექმნას იქ. ეს არის და ამის გარანტი მე ვარ და ეს არის ყველაზე მთავარი ჩემი საქმე იქ მინდა გითხრათ. გარანტი ხარ თუ? კი, ვარ გარანტი, აუცილებლად. რა თქმა უნდა. კორპორატიული საღამოები იმართება? რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი, ძალიან ხშირად, ძალიან ბევრი. აი ხა დეკემბერში არის ეს პერიოდი, როცა ძალიან ბევრი კორპორატიული საღამოები არის, სხვადასხვა ორგანიზაციები იკრიბებიან ჩვენთან საახალწლოდ. ერთმანეთს ულოცავენ, არის 100, 150, 200 კაცი. ანუ ეს სტილიც შემოვიდა კორპორატიული საღამოების. ეს იყო ყოველთვის. ამიტომ ორგანიზაციები ძალიან ხშირად, ექიმები დადიან ძალიან ხშირად, ინსტიტუტები, უნივერსიტეტი, სხვადასხვა ჯარისკაცები, ბატონო, სხვა ქვეყნებში როგორ ხდებიან ახალწლს? ან შეხვედრილ ხართ სხვა ქვეყანაში საქართველოს გარდა ახალწლს? როგორ არის? შეავა გეკადრებ. სად? კოლუმბიაში შევხვდი, პერუში შევხვდი. ესპანეთში შევხვდი. მოსკოვში არა. ჩამოვყვა კიდე. მოსკოვში არა. მოსკოვში შევხვდი. და სად არის ყველაზე კარგი და გემრიელი ახალი წლის ღამე? წამისი. წამისი. ვარშავა გეუნე, ვარშავა. ეს არ მithხოვია. დავტოვეთ ერთი სკვალდა ძალიან კაი ბიჭი. კარგად ამზადებდა რაჭველი ბიჭი იყო ამირან ბოჭორიშვილი გარდაიცვალა საწყალია ადრე გარდაიცვალა $5 ვაგროვებდით ხოლმე და რომ მოგროვდებოდა ეს მიდიოდა ბაზარში ყიდულობდა ყველაფერს გაკეთება იწოდა ხემალი საწებელი იმის რა შემთხვევით მოხრაკული განგის და ის პოვარი რო უყურებდა ერთმა კაცმა მოამზადა ყველაფერი ტოვებდა $3000 მოგწევ ეგეთე ბოშო რამოდან ჩეხლა მე რა უყო იქ აბრულავოჩ მე ჩემი უყო რა არ დაგჭ არაფრით არ და მე გეუბნები 70-იან წლებში მაგაში არის საქმე სამჯერ შევხვდით პერუს დროით მოსკოვის დროით მაშინ მოსკოვდა რა ვქნა ახლა და თბილისის დროით სამი ახალი წელი ქონდა ისეთი თანაც ახალ წელს იქ ყრიან როგორც იტალიაში და ევროპაში არის ეგა ძველ მანებს ყრიან ქუჩაში. კი ბატონო. ამიტომ ცოტა ახლო არ უნდა გეიარო ქუჩაში, გორლის ქუჩაში უნდა იარო. თორე დაგეცემაზე და რა. აი ესეთი რაღაცები კი. მაგრამ წანის მაინც ვერ აჯობებს. მე გეუბნები თქვენ. ყველაზე თბილი და შინაურული სიტუაცია მაინც. თუ გინდა რომ დაიბედო, ხო? არა, ეხლა ყვილად კი არ ეგონოს ხალხს რომ ვაკებთ, იმიტომ რომ ერთად ვზივართ. იქ K-pop ხოლმე და ძალიან ხშირად ყოფილვარ იქ. აი რო გეთხოვა ფაქტებს მოვიტანდი მაგის ეს. ჟურნალისტური გაურიე ხო? ვიდეო მასალა. არა, სხვაებიც არის, აი რესტორნები ახლა ძალიან ბევრია, რა თქმა უნდა. მარტო წანისია. ძალიან ბევრი კარგი რესტორანია თბილისში, ძალიან ბევრი. არის ძალიან ბევრი, რა თქმა უნდა. კონკურენცია რა თქვენ კი, აუცილებლად ძალიან ბევრი კარგი რესტორანია თბილისში, ძალიან ბევრი და მე მიხარია ეს, იმიტომ რომ კონკურენცია უნდა იყოს, ჯანსაღი აუცილებლად. სხვანაირად საქმე წინ ვერ წავა, ვერანაირად თუ კონკურენტი არ აკავს, ამიტომ მე ყველა ჩემ კონკურენტს ძალიან ვაფასებ და მიხარია რომ ბევრი კარგი რესტორანია თბილისში და კულტურა რესტორნის კულტურა ამასმის кейფის ეს ჩვენს ქალაქში არის მადლობა ღმერთს რომ ჩვენს ქალაქში ეს არის და ნებისმიერ ადამიანს აქვს უზარმაზარი არჩევანი საწავიდე სადი кейფოს ძალიან კარგია ეს ყველა ღვინის ქვეყანა ვარ ნუ დაგვაბრალებენ თითქოს სპეციალურად кейფობს იმიტომ რომ ეგეთი სულის მატარებლები ვართ არა ამ кейფში ბევრი რამე დევს ლექსი ითქმება ცეკვა იცეკვება, სიმღერა იმღერება და ძალიან ბევრი ტრადიციების მიყოლი ვარ და რა არის ტრადიციები? წესიერი სმა, წესიერი თამა და წესიერი წაყვანა სუფრის და არა ვირას აკეთებს და რომ ვერ გაიგებ რა არის კაცო. ამიტომ ტრადიციების და ცუდად მომქცევი ხალხის ერთმანეთში არევა ძალიან ცუდია. ივან თუ არ იცის როგორ იქეიფოს ეს აღნიშნავს რომ ჩვენ არ უნდა ვიქეიფოთ ვინც იცის кейფი რა არის, ხო? თქვენ რო იცოდეთ ჩვენ K-pop ხოლმე ბოდიშ ვიხდი ვიცი ბოლოს კი გავდივართ მაგრამ 4-5 კაცი K-pop ხოლმე ერთად ერთმა იცის ზეპირად ვეფხვისწყალოსანი თავიდან ბოლომდე
შენ წარმოგიდგენია кейფის დროს რომ ვეფხისტყაოსან შემოგაშვილებ? მეორე მიცის რუსული პოეზია. მესამე მის, მე მღერი ვარ, მეოთხე აბა ერთი მოდი და გადაიღეთ მაშინ. ახალგაზრდება რო იციან რა რიგაცო ეს როგორ შეიძლება არსოთ აი ხელა ჭიქიცვათ აი ხოლო დიდხანს და ილხენ და რონა შეგერგება ეგარ ასეა ამიტომ აი ამას მიყვება კწანისე ეხლა ყველას თავზე ვერ დაადგება ქალბატონ მარინა გინდა თუ არა რატო შევამდე დალიოს გაცო არა ვეუბნები როგორ არა ძალიან ბევრი არის ხოლმე სხვა კი მართლა ესია და ვინც იცის აი დამეთახმეთ უკვე ახლა ვინმე უყურებს ამ გადაცემას ვინც ეს შესწრებია თქვათ მოვიდა 20 კაციანი ბანკეტი ნუ ღვინო თავისი შემოაქვს ტრადიცია ესეთი რა ვქნათ ვისაც უნდა შემოიტანო შემოდის და ვკითხულობ რამდენი მოიტანეს ღვინო რამდენი ღვინო მოიტანა მოცმა კაცმა მეუბნებიან მოიტანეს ამ მოცმა კაცმა მოიტანა 50 ლიტრა ღვინო 20 litrას რომ დალებენ მე მეკითხეთ კიდევ ღვინო მივცე თუ არა და ამასაც ვაკონტროლებ აბა სხვანაირად არ შეიძლება არანაირად არ შეიძლება შემდეგ ღვინოს არ მივცემ ამ დროს იწყება ცეკვა ეს ბავშვები უფრო ხშირად ესენი ახალგაზრდა ბიჭები არიან გოგოები დაიწყებენ ცეკვას მე მოუნდებათ წყალი და ღვინოს ვეღარ სვავენ და ნელ-ნელა გამოდიან და ფხიზლებს უშვებს სახში მშობლებთან მე რა როგორი სტრატეგია შემოშალება კი ეგრეა აბსოლუტურად სწორი მენეჯმენტია და ზუსტად ესეც განაპირობა ეს ხდება როდესაც ეს ჩემი შვილის ტოლები არიან ახლა რა თქმა უნდა უფრო ხალხს მე ვერ გავაკონტროლებ და მაგდენის უფლებას შემსავს არ მივცე მაგრამ აი ჩემი შვილის ტოლები როცა კეიფობენ ესეც ტრადიციაა ჩვენთან ან ასეთი ქალბატონი არ მოვცემ ვეუბნები ღვინოს არ მოგცემ და ნახე რას გევხარ მთვრალი ხარ არ მოგცემ მოდი ჯერ წყალი დალე მე ვილაპარაკოთ ღვინოზე ამ მე ვილაპარაკოში უკვე თვითონაც აღარ უნდა მე ბევრ წყალს დალევს მე იცეკო და ფხიზლები მიდიან სახში ღვინოს ვატან ვეუბნები ახლა წადიშვილო ეს ნერაშენთან სახში დალია ეხლა ამდენი ვილაპარაკეთ საჭმელს ეხლა ეხლა ჩვენ წავიდეთ წანიში ერთ წუთში ალბათ გადაცემას გავდივართ ეთერიდან და მივდივართ სიამოვნებით. კარგი. ბესო და ესეთი ის რო გავაკეთოთ. ზოგადად საახალწლო სიტუაცია როგორია ხოლმე აი ეს შენი ისმი და შეფასება და სიტუაციის ახმა ერთგვარი. მე გეტყვი ერთი რამე რაც ახლა მე ჟურნალისტი ვარ და არ მიყვარს აი ეს მოკიბული პირდაპირ ამბობ ხოლმე არა იმიტომ რომ რეკლამა მინდა გავ. არაფერი რეკლამა რომ ენდე მაგრამ შეამოწმეს პრინციპი გვაქვს ჩვენ ჟურნალისტებს და მე როცა ვენდე და შევამოწმე საკუთარი თვალით ნახე ეს ყველაფერი ის რასაც ამბობს მარინა რო იქ საერთოდ არავის არ დაალები შარი არ არის ეს ამნიშნულოვანი თემა როცა ახალგაზრდებში შარი არ არის როცა ყველა სიამონებს ის ადამიანი ვინც სცენაზე დგას როცა ყველა სიამონებს ის მოცეკვავე რომელიც იქ კარგად ცეკვავს ერის უკრავს აი ეს არის ყველაფერი ერთობლებაში ამიტომ არჩევს ხალხი ამ კწანის იმიტომ რომ მართველი ყავს თავი ყავს ძალიან კარგად აღნიშნე საიდან მოდის და არის ერთი პრინციპი ცხოვრების რომ თუ გინდა რომ ყველაფერი გამოვიდეს კარგად გააკეთე შენ თვითონ ამ ორ ადამიანს ეს პრინციპი აქვს და მეც მაგ და ალბათ ამიტომ გავუკეთე ძალიან კარგი სხვათა შორის კი ესეთ ის აქვს მომღერლების უმრავლესობა ვთქვა ეს გადარბენაზე არის ხოლმე არის ეს ვერ არის ხალხს რა ქნას ამ უბედურმა მომღერალმა რომ ერთი დღე აქვს სამუშაო როცა ყველა და იმ დღეს უნდა რაღაცა მოიქონიოს რომ ოჯახის პრობლემა უკვე მე ძალიან ნუ გონია რადგანაც ღერის ამიტომ ციდან ცვივა რაღაცეები ძალიან ბევრი დიდი პრობლემაა და სხვა თემაა და ძალიან მნიშვნელოვანი ცალკე გადაცემა გაიგე რა ირბინოს რა გინდა ირბინო იარონ ამინ და ბოლოს ესე ქალბატონო მარინა მინდა რომ ესეთი თქვენ გააკეთოს ესეთი რეზიუმის სახით გადაცემის შეჯამება რა სიურპრიზები კიდე ესეთი დავაკონკრეტოთ რა სიურპრიზი რამდენი საჩუქარი გაქონდა ახალ წელს ძალიან ბევრი მაგრამ ეს სიურპრიზი არის ის ამიტომ არ მინდა სიურპრიზები არის რა თქმა უნდა უსაჩუქროდ არავინ არ მიდის აი მე ვიცი რომ თქვენ მაიმუნის ჩამოყვანას აპირებთ ცოცხალი ეგზოტიკის შესაქმნელად ცოცხალი მაიმუნის მოყვანას კი მაიმუნი გვეყოლება აუცილებლად გვეყოლება აუცილებლად და მინდა ვთქვა კიდევ ერთი რაღაც რომ აუცილებლად კიდევ ერთი ყველაზე მთავარი მომენტი არის რომ რადგან ჩვენთან ახალწელს ეს არის საოჯახო დღესასწაული და ამიტომ ოჯახებით ხვდებიან ახალწელს
ძალიან ხშირად ბევრი ბავშვები იკრიბებიან ახალ წელს ჩვენთან, ამიტომ სპეციალური საჩუქრები და სპეციალური ნომერი გვაქვს ყველა ბავშვის. მოდი ეს გავამჟღავრებაში რა ხან თქვი. მაუგლის ვაცოცხლებთ მითხრა სცენაზე. ცოტა ვთქვი მაშინ. ესე იგი ოჯახით უნდა დაირა. ცოტა ვთქვი მეც აღარ. კი ბატონო, ძალიან კარგი. ჩვენ ეთერის დასასრულს მაყურებელია ხაზზე და რო არ შემოვიყვანოთ არ შეიძლება. გამარჯობა, გისმენთ? გამარჯობა. ყველას დიდი მოკითხვა, მაგრამ ერთ-ერთი ყველას დიდი მოკითხვა მინდა ბატონ თემურს გადავცე თქვენ არ გეწყინებათ ალბათ. არ გწენს. ასეთია მდგომარეობა და მე და ბატონი თემური ჩვენ მუშაობდით ერთ დიდ დაწესებულებაში. სადაც მუშაობდა ბატონი დირექტორი ხარბედია, ოთარი ბერძენიშვილი. მე მგონი ეცნობა ბატონი. არაჩვეულებრივი. დოდო ბრანსბურგი. თქვენ ვიბრძანდებით, გალბატონო. ბატონო, მე ვიბრძანდები და მე ერთ-ერთი თანამშრომელი ვარ თქვენი. ერთმა აგაშენა. არაჩვეულებრივი ხალხი გაიხსენე. ასე რომ გეხვევით, გეფერებით, ძალიან მიყვარხართ და ძირს დაგიკავშირეთ. ეხლა 1 საათია ვრეკავ. გისურვებთ სულ სიკეთეს, ჯანმრთელობას, კარგად ყოფას, დიდხანს სიცოცხლეს და მაგ თქვენი უნიკალური ხმის კიდევ მეტად დიდხანს გაგრძელებას. მეტი რა გისურვოთ, რა ვიცი, ყველაფერი კაი და სიკეთე. სუფალმა იცოცხლე, დაო. კარგად იყავი შენი ჯერ. მადლობა კი ბატონო, ეთერის მიწურულს ესეთი თბილი და პოზიტიური ზარი და მაყურებელი ეთერში ძალიან კარგია. მე დაგემშვიდობებით ჩემს სტუმრებთან ერთად ესეთი თბილი და გემრიელი ჩართვით, ასე ვთქვათ, ნახევარსაათიანი გადაცემით და დაგიბრუნდებით მომავალ პარასკევს, თუმცა ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით თქვენ დრო პირდაპირ ეთერში მუშაობს ტელეკომპანია კავკასიაზე. აჰა.